გამარჯობათ. Ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ გრაკლიანის დამწერლობის ბოლო ორი სიმბოლოს გაშიფვრის პროცესს, სადაც გამოსახულია ხარის თავისა და ფრინველის გამოსახულება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ხარის თავის გამოსახულების წინ არის ვერტიკალური ხაზი, რომელიც წარმოადგენს მართლწერის ნიშანს და გამოყოფს ანბანურ დამწერლობას, გამოყოფს იდეოგრამული დამწერლობისგან. აი ეს სიმბოლო. აგერ ჩანს ფოტოზეც და თქვენ თვითონაც ნახავთ და შეამჩნევთ. აქ ჩვენ უამრავი მასალა მოვიძიეთ, როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან, ასევე ლინგვისტურიდან, ასევე ფონეტიკური მნიშვნელობები, უძველესი დამწერლობებიდან და იმის მიხედვით დავადგინეთ. ესე რომ ვთქვათ, გავხადეთ საცნობადი აი ამ ბოლო ორი სიმბოლოს ფონეტიკური შესატყვისი. აქ მითითებული გვაქვს ცხრილში და კარგად ჩანს ვიდეოში თქვენ თვითონაც ნახავთ. ხარის თავის გამოსახულება გახლავთ ხეთურ-ლუვიურიდან და იკითხება როგორც მუნ ხარის თავის გამოსახულება და ასევე არის ფრინველის გამოსახულება, რომელიც არის შუმერულ იდეოგრამათა ნუსხაში და იკითხება როგორც ულუ. ამ შემთხვევაში ხარის თავის გამოსახულება მუნ და ულუ იყოფა ორ სიტყვად. რაც შეეხება ულუს, უ გადმოდის მუნუსთან, მუნთან და ხდება მუნუ. მივიღებთ სიტყვას მუნუ ლუ. მუნუ და მისი განმარტება. ეხლა რას ნიშნავს და რომელი ენიდან არის? მუნუ ტელუგუ ენიდან, რომლის ეტიმოლოგიური მნიშვნელობები გახლავთ შემდეგი: პირველი, ყოფილი, უძველესი, წინადრო, ნებისმიერი რამის დასაწყისი. ეხლა განმარტოთ ტელუგუ ენა. ტელუგუ როგორც დრავიდული ენა წარმოიშვა პროტო-დრავიდულიდან, რომელიც პროტო-ენაა. ლინგვისტური რეკონსტრუქცია ვარაუდობს, რომ პროტო-დრავიდულ ენაზე დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში საუბრობდნენ. შედარებითი ლინგვისტიკა ადასტურებს, რომ ტელუგუ მიეკუთვნება სამხრეთ დრავიდულს, ასევე სამხრეთ ცენტრალურ დრავიდულ ქვეჯგუფს. ეს ცალკე განმარტება ტელუგუ ენაზე, რომ გასაგები გახდეს მისი სიძველის ფაქტი. ამ ენიდან იკითხება როგორც პირველი, ყოფილი, უძველესი, წინადრო, ნებისმიერი რამის დასაწყისი. შემდეგი ენიდან, ლათინურიდან, ასევე მუნუს, ხელი, გადატანითი მნიშვნელობით, სიმამაცე, ვაჟკაცობა, ძალაუფლება. აი ამ ძალაუფლებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და მოგიყვანთ ამონარიდებს თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან. ჰყავთ მათ საკუთარნიცა ღმერთნიც, თვისნი. ეს გახლავთ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან, გვერდი 50-51, რომელთა შორის იყო უპირველესი ღმერთი მათი ბოჩი. ბოჩი ანუ ბორჯღალი იგივე, რომელსაცა პირველ არმაზისა თაყვანის სცემისა ამას თაყვანის სცემდეს და შემდგომცა არმაზის თაყვანის სცემელად მიღებისა უყოფთეს დიდსა პატივსა ბოჩს. ხოლო ვახუშტის წერს ესრეთ: პირველად სარწმუნოება ქართლოსიანთა მათ იყო ერთისა დამბადებლისა ღუთისა თაყვანისცემაი და ფუცვიდნენ საფლავსა ზედა ქართლოსისა, რომელიცა ფრიად სარწმუნო იყო მათდა. ახლა განმარტება ბოჩიდან, ისევე თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნის მიხედვით. ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჩისასა იტყოდეს ამას, ესხნეს შვიდნი ხელნი. შვიდ ხელზე გავამახვილოთ ყურადღება. შვიდ ხელში იგულისხმება ბორჯღალის 7 ფრთა, 7 ხელი, ასევე რომელითაცა ხელმწიფებდა თვითეულთა ხელითა თვისითა უმაღლესითა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან. აქ მთაც ნახსენებია მწვერვალი იგივე წინა გაშიფრულიდანაც მოგეხსენებათ ქართლო სიონ, აი აქ რომ გავშიფრეთ სიონ თას აღნიშნავს და იგივე ამ ძველ წყაროშიც ნახსენებია მწვერვალი. 7 მწვერვალთა კავკასიისათა და თვითეულსა ხელსა მისა აქვდა თვითოფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობისა,
წყალობისა, გინა რისხვისა. ეხლა განმარტება ამ 7 ხელის რას აღნიშნავდა ბორჯღალის 7 ხელი. ეგ სახედვე 7 ხელნი ბოჩისანი ნიშნიდან 7-თა ნათესაობათა თარგამოსიანთასა, ქართლოსისა და სხვათა 6-თა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნენ ერთ საზოგადოობა და ხელისა ქვეშე ქართლოსისა, ეგროსის, მოვაკოსისა, ჰეროსისა, ბარდოსისა, ლეკოსისა და კავკასოსისა. ესე 7 ნათესავნი არიან ერნი გიორგიისა, ესე იგი საქართველოისა, ანუ ივერიისა, რომელნიცა პირველ ყოველნივე ერთ ერ და ერთ ენა იყვნენ და ყოველნივე ქართულისა მომზრახნი. ეს არის თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან ისტორიული დოკუმენტიდან ამონარიდები მტკიცებულებებისთვის. თუ რატომ თვლით ჩვენ, რომ მუნუ როგორც პირველი და ლუ როგორც კაცი შუმერულად იკითხება ამ მდგომარეობით და ამ სიტუაციიდან. მუნუ ლუ, ანუ პირველი კაცი, ქართლო სიონ, მუნუ ლუ, ანუ ქართლო მთა სიონ, მუნუ პირველი და ლუ კაცი შუმერულად. აი ეს გახლავთ ის რეკონსტრუქცია და ჩვენი აღდგენილი, ესე რომ ვთქვათ, წინადადება, რომელიც ბოლოვდება აი ამ ფრინველის და ხარის გამოსახულებებით. დანარჩენს ცხრილზე თქვენ თვითონაც ხედავთ, თუ რა მდგომარეობით არის და შედარებულია აღდგენისთვის სხვადასხვა უძველეს ნიშნებს, სიმბოლოებს, დამწერლობით სიმბოლოებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ გადახვიდეთ ჩვენს გვერდზე, გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ვიდეოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად მოგაწვდით უაღრესად მნიშვნელოვან და აუცილებელ თემებს, ისეთ აუცილებელ თემებს, რომლებიც ჩვენ თვლით, რომ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. დიდი მადლობა.